ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინავასთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა, ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას დღეს არასამთავრობოები და ოპოზიცია პროტესტებდა. მათი უმრავლესობა არგუმენტებს ითხოვს, რატომ ჩქარობს ხელისუფლება ამ ცვლილებების მიღებას. 29 სექტემბერს კი სახალხო წარმომადგენლობითი კრება უნდა შედგეს, რომლის გეგმები დღემდე გაურკვეველი რჩება. ისევე როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილის დამოკიდებულება ამ კრების მიმართ. ცნობილია, რომ 29-ში ფილარმონიაში შეკრებაზე არ მივლენ მემარჯვენეები, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზა, ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, ფორუმი და ლეიბორისტები. გაურკვეველია კონსერვატორების ხალხის პარტიისა და ზურაბ ნოღაედელის პოზიციაც. ვინ რატომ ამბობს უარს, ან რატომ ეთანხმება სახალხო კრების იდეას? როგორია მათი არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების უახლოეს ვადებში მიღების თაობაზე და საერთოდ რას აპირებს ოპოზიცია? ოპოზიციის დღე არგუმენტებში დღეს ჩვენს გადაცემაში ლეიბორისტი გიორგი გუგავა და კონსერვატორი კახა კუკავა. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ლეიბორისტი გიორგი გუგავა და კონსერვატორი კახა კუკავა. საღამოშიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მე ასე დავარქვი დღევანდელ ჩვენს გადაცემას ოპოზიციის დღე არგუმენტებში, კიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას უჩნდება კითხვები, სად არის ოპოზიცია, რა გეგმებს გეგმავს, იმიტომ რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ანონსებდა, რომ იქნება საკმაოდ ცხელი შემოდგომა. მოდით ცხელ შემოდგომაზე და გეგმებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. მანამდე დავიწყოთ დღის ერთ-ერთი საინტერესო თემით, არა მარტო დღის, ალბათ მთელი ამ 2 თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საინტერესო თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. დღეს ქორთიათ მერიოდში შედგა შეხვედრა კომისიის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, სადაც გაირკვა, რომ ოპოზიციის პრაქტიკულად მთლიანი ოპოზიცია, ესე ვთქვათ, არასაპარლამენტო და საპარლამენტოს ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ ესე ვთქვათ, ესე დაჩქარებული წესით, არ ვიცი რამდენად მართებული ამ ტერმინის გამოყენება, დაჩქარებული წესით აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მანამდე, ვიდრე საბოლოოდ ვენეციის კომისიის დასკვნა არ დაიდება. მე თითოეულ თქვენთაგანის აზრი მაინტერესებს, რა არგუმენტები გაქვთ თქვენ ამის თაობაზე, უნდა მოხდეს თუ არა ამ ცვლილებების შეტანა, უბრალოდ დამტკიცება, რატო არ უნდა მოხდეს და თქვენი აზრით რა არგუმენტი არსებობს იმის ხელისუფლებისთვის, რომ ასე დაჩქარებული წესით იღებენ ამ ცვლილებებს. მე ბატონ გიორგი თქვენგან დავიწყოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ხდება? მოგესალმებით. მადლობაც გწირავთ სტუდიაში მოწვევისათვის. მოდი ყველაფერს დავაქვათ საკუთარი სახელი. ეს არ არის საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს ყოველივე არის საკონსტიტუციო манипуляციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დავალებით შეთხზა ცეხად გადაქცეულმა კომისიამ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. ისინი ამ საქმის, ამ ბინძურის საქმის შესრულებაში საკმაოდ კარგ გასამჯელოს იღებენ, ქმნიან სპეციალურად კონსტიტუციის შემსწავლელ თუ არ ვცდები კომისიას, მუდმივ მოქმედს, ის იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანუ სახელმწიფო დაწესებულება, მათ აძლევენ ბინებს, უნიშნავენ საკმაოდ მაღალ ხელფას შესაბამისი მომსახურეობით, ანუ ეს კლასიკური ანატომია ქვეყნის გაყიდვისა. ეს ყოველივე გამზადდა იმისათვის, რათა სააკაშვილმა მოიმზადოს 2013 წლის შემდეგ ტრამპლინი, იმისათვის, რათა პრეზიდენტის უფლებებით გახდეს პრემიერ-მინისტრი. ეს კონსტიტუციური манипуляციები ემსახურება მის მონარქიზაციას, რომ მუდმივად დარჩეს ამ ქვეყნის მართველი, რეალურად ქვეყანას ის მიაქანებს ერთპიროვნული დიქტატურისაგან, მიაქანებს აი შუა საუკუნეობრივი აღმოსავლური დესპოტიისაგან, როდესაც ის იქნება ყველაფრის გამსაზღვრელი და ეს დე-იურე გაფორმება იქნება, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო ასე ვთქვათ, ამ ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა, იქნება დე-იურე დიქტატურის გაფორმება საქართველოში. ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროება კონსტიტუციაში, არ არის საჭირო კონსტიტუციაში ცვლილებების ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გეტყვით ამ წუთში ნიშნულოვან საკითხს. დღეს ჩვენ ძირითად გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გადავგზავნეთ მიმართვის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში ერთი უნიშნულოვანესი ნორმის ჩაწერას, რომლის შესაბამისადაც მომქმედ და მომავალში პრეზიდენტებს აეკრძალებათ მაღალი თანამდებობის დაკავება, როგორც არის პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის,
უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების პოსტის დაკავება. თუ ეს არ ჩაიწერა, ეს ნორმა არ განიცდა ახალ კონსტიტუციაში, დამერწმუნეთ, ეს ყოველივე მიმართული არის და რეალურად ეს უდევს ბუნებაში სააკაშვილს რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, თავის ნებაზე და მაბატიეთ გამოთქმისათვის თავის ხორცზე მოიწყოს და მუდმივ ბატონად იქცეს ამ ქვეყნის, ხოლო ჩვენ ყმად ვიქცეთ და დღე და ღამ ალბათ დილის ლოცვები უნდა აღვავლინოთ. კი ბატონო, ეს საკმაოდ საინტერესო ინიციატივა და თემა, რომელზედაც ავსებოთ უნდა ვისაუბროთ და კითხვები მნიშვნელოვანი საკითხი, ეს ასე ვთქვათ, ოპოზიციისათვის გამაერთიანებელი საკითხია, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ქვეყნისათვის და იმედია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დააფიქსირებენ თავის პოზიციას, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ დამღუპელი პროცესის შეჩერებას. ბატონ გიორგი, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მსგავსი სახის რეკომენდაციებს ისინი არ იძლევიან და საერთოდ არც ერთ ესეთი დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციაში მსგავსი რამ გაწერილი არ არის. ვენეციის კომისიის დივანმა ისეთი განაცხადა, რომ კი ბატონო, თუ ეს ქართული პრობლემაა, ჩვენ გავიგებთ და შევიძლიათ ეს ჩაწეროთ, მაგრამ მე მაინტერესებს, ეს კონკრეტულად სააკაშვილის პრობლემაა და აქედან გამომდინარე გსურთ, რომ სააკაშვილში ხედავთ თქვენ პრობლემას და აქედან გამომდინარე გსურთ, რომ ეს კონსტიტუციაში გაიწეროს, რადგანაც პოლიტიკური ოპოზიცია სხვა გზით ვერანაირად ამ შემთხვევაში ვერ ამარცხებს სააკაშვილს და მის ასე ვთქვათ, მმართველ პარტიას ნებისმიერ არჩევნებში. და თუნდაც ნებისმიერი გზით, როგორც საპროტესტო აქციებით ან სხვა აქციებით. ეს არის თქვენი გამოსავალი. თქვენ მნიშვნელოვანი ფრაზა გამოიყენეთ დემოკრატიულ ქვეყნებში. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში დიდი ხანია არ წერივართ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავის ვადის ამწურვის შემდეგ რომ შექმნას საკონსტიტუციო კომისია, შეიტანოს საფრანგეთის კონსტიტუციაში ცვლილებები და პირველ პირად გადაიქცეს პრემიერ-მინისტრი და მერე მოინდომოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება. არ მიუვარდება თელი საფრანგეთი რამბოის სასახლეში და არ გადაატრიალებენ ყველაფერს. კაცრავ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორც ეს. არა, მოდი მოდელებზე ნუ ვილაპარაკობთ. არსებობს მრავალი მოდელი, შეგვიძლია ვიდაოთ, ვიმშილოთ ამაზე და მრავალ მოდელთან დაკავშირებით ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოსაზრებები და რაზეც საერთოდ სახალხო შეთანხმება მოხდება კონსტიტუციის განხილვის დროს, ის უნდა იქნეს მიღებული. აქ საკითხი დგას ერთ რაიმეზე. სააკაშვილი იმის გამო კი არა, რომ ჩვენი კონსტიტუცია არის დრაკონული. არის სუპერ საპრეზიდენტო სახელმწიფო. არამედ იმის გამო, რომ მას ეწურება ვადა, მას გადაწყვეტილი აქვს ამ ქვეყანაში კიდე 40 წელი იყოს ჩვენი ბატონ პატრონი, ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, გააგრძელოს ამ ქვეყნის დაშლა, დაქუცმაცება, გააგრძელოს რაც აქამდე გაუკეთებია და მრავალი ადამიანის, უდანაშაულო ადამიანის სისხლია მის კისერზე, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ გამოცხადებია მას, რომ მე გავეცი დახვრეტ ის ბრძანებაო. და გააგრძელოს ეს მკვლელობები, გააგრძელოს სხვა უბედურება, რომელშიც მან ჩააგდო. ამისათვის იმზადებს ტრამპლინს, აქ ნუ ვილაპარაკებთ სამართლებრივი კატეგორიებით, რომ აი ამ კონსტიტუციაში ახლა ზოგზოგიერთი ოპოზიცია შეფარულია, რომ ვითომ ოპორნირება გაწიოს და რეალურად ასე ვთქვათ, სააკაშვილის თამაშს თამაშობს, რომ ვიდაოთ აი საკუთრების კონკრეტულ პუნქტზე, რომ რამდენად დაცული იქნება მოვალ კონსტიტუციაში. ან ვიდაოთ თვითმმართველობის პუნქტზე, რომ ამ კონსტიტუციაში თუ ჩაიწერება, თურმე შემდგომ თვითმმართველობა აღდგება და ასე და ასე შემდეგ. ანუ მეორე, მესამე ხარისხოვან საკითხებზე იწყები მსჯელობას იმისათვის, რათა თავარი გადაფარო. თავარი ამ პათოლოგი არსების აღვირახსნების. ცოტა კორექტულად, კი ბატონო, მოდი ცოტა კორექტულად თუ შეიძლება, გადაიქცეს ამ ქვეყნის სუვერენად. მეფედ, მყრობელად, დესპოტად და ასე შემდეგ. ეხლა თავარი გეზი ოპოზიციისა მე ვფიქრობ მიმართული წინააღმდეგობის ფრონტი ამ მიმართულებით უნდა იყოს. ეხლა არჩევნები რო ტარდება. რა მიმართულებით, რომ სააკაშვილი ჩამოაშოროთ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ის გაძევებული. სწორედ ამას გეკითხებით, ანუ თქვენ სხვა გზა უბრალოდ ვერ გამოიყენეთ, გარდა ამისა, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი იქნეს გარკვეული მინიშნება. აიკრძალოს სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა. ეს ბრძოლის ერთგვარი ფორმაა. ეს ფორმა უნდა გამოიყენოთ, ეს ბრძოლის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა არ მოხდეს სააკაშვილის მონარქიზაცია ქვეყანაში. ესეც ერთგვარი ფორმა, არსებობს სხვა ფორმები და საზოგადოება. ეს ერთი პარტიის, ახლა პარტიების ბუნებრივია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა ეს. ყველამ უნდა აღვიმაღლოთ ხმა, ყველგან უნდა გაიხსნეს წინააღმდეგობის ფრონტი, ყველგან უნდა დაინთოს წინააღმდეგობის, აი ხატოვანი ფიგურალური გამოთქმა რო ვიხმაროთ კოცონი, რათა გავაძეოთ ესენი ხელისუფლები და რომელ არჩევნებზე მელაპარაკებთ. არჩევნები ტარდება საქართველოში, როგორც ზიმბაბვეში ტარდება, ახლა მუგაბე ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, ისე ტარდება აქაც. ან მუამარ კადაფი რო ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, აი ესეთივე არჩევნებს ატარებს. მაგრამ ამ არჩევნების შედეგების შემდეგ უკვე აღიარა საერთაშორისო საზოგადოება.